მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ ერთადერთ ციკლურ მისჯილს, რომელიც გადარჩა. ეს ცოტა არარეალურად ჟღერს, მაგრამ ამ ადამიანის ისტორია ნამდვილად გაგაოცებთ. სიკვდილით დასჯა ეს სასჯელის უმაღლესი ზომაა, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გათვალისწინებულია კანონით ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. ამჟამად საერთაშორისო სამართალი არაურაზროვნად გმობს სიკვდილით დასჯას. მე-20 საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში. ძველ საქართველოში სიკვდილით დასჯას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს მიმართავდნენ, უფრო მეფისა და სახელმწიფოს ღალატისთვის. აგრეთვე მეფის პირადი საჯარო შეურაცხყოფისთვის და მეკობრეობისთვის. როგორ ხდება ეს ყოველივე ამერიკის შეერთებულ შტატებში? სწორედ ამერიკაშია ყველაზე ხშირი სიკვდილით დასჯა. როდესაც პატიმარს მიუსჯიან სიკვდილით დასჯას, მან უკვე წინასწარ იცის თავისი სიკვდილის თარიღი. დასჯამდე ერთი დღით ადრე პატიმარი გადაჰყავთ შესაბამის საკანში. როგორც წესი, მას აძლევენ უფლებას ბოლოჯერ ნახოს მზის სხივი და ზოგიერთ შემთხვევაში პატიმარს უფლება ეძლევა განსაკუთრებული, უკანასკნელი ვახშამი მოითხოვოს. ნებისმიერი საკვები, რასაც მოისურვებს, მას მიუტანენ. სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი ვახშამიც უამრავი ადამიანისთვის საინტერესო აღმოჩნდა ბოლო წლებში და განსაკუთრებით ქვეყნდება ხოლმე ასეთი სიახლეები. საბოლოოდ სიკვდილით დასჯის მომენტს დამსწრეებიც ყავს. ხშირ შემთხვევაში ეს ის ხალხია, ვინც დამნაშავე დაიჭირა ან ახლობლები, რომლებიც უკანასკნელად ემშვიდობებიან დამნაშავეს. თუმცა ისტორია ინახავს მომენტებს, რომლებიც შოკის მომგვრელია და რომლის გამოც შენ ეს ვიდეო ჩართე. დიახ, არსებობს ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ სიკვდილმისჯილი გადარჩა განაჩენის აღსრულების მიუხედავად. პატიმარ ვილი ფრენსისსაც ისევე ამზადებდნენ სიკვდილისთვის, როგორც სხვა სიკვდილმისჯილებს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. 1954 წელს ლუიზიანაში ადგილობრივი აფთიაქის მეპატრონეს მოკლულს მოულობენ. 9 თვიანი გამოძიების შედეგად დგინდება, რომ დამნაშავე 16 წლის ახალგაზრდა ვილი ფრენსისია. ვილის მოკლის მოტივი ჰქონდა. ცოტა ხნით ადრე ის აფთიაქის მეპატრონემ სამსახურიდან გაათავისუფლა. ვილიმ შეცდომა იქ დაუშვა, რომ მოკლული საფულე თან ჰქონდა, არ მოიშორა. ის მას აღმოუჩინეს სახლში. შედეგად ფრენსის მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა ელექტროსკამზე. 2 წლის შემდეგ 1946 წელს ვილი ფრენსისი ელექტროსკამზე დასვეს. როდესაც იქ მომუშავემ ბერკეტი გადასწია, ვილიმ ხმა მაღლა დაიყვირა. ჯანდაბა გამორთეთ ეს რაღაც. მისმა სიტყვებმა ყველა გააოცა. წესით მას ხმის ამოღების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონოდა. მომენტალურად ელექტროენერგია გამორთეს და ვილი საკანში დააბრუნეს. მას სხეულზე დენისგან მიყენებული დამწრობები ჰქონდა. ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა ეს ყოველივე? მოგვიანებით გაირკვა, რომ როდესაც ელექტროსკამს ამოწმებდნენ, ერთ-ერთი მაღალი ძაბვის სადენი არ დაამაგრეს. შედეგად ვილიმ ვერ მიიღო დენისგან სასიკვდილო დარტყმა. ვილის ადვოკატმა იფიქრა, რომ ეს შანსი იყო. შანსი ახალი ცხოვრებისა ვილისთვის. თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ვილის მაინც არ გაუქმეს განაჩენი. მისი სიმართლე ვერ დამტკიცდა. ზუსტად ერთი თვის თავზე განაჩენი აღსრულდა და ვილი ფრენსისი მაინც დასაჯეს სიკვდილით. ეს ისტორიაში ერთადერთი ფაქტია, როცა ელექტროსკამზე ადამიანი დენის დარტყმას გადაურჩა, თუმცა დროებით. რა შეგვიძლია ვთქვათ სიკვდილით დასჯის სხვა ფორმაზე, დახვრეტაზე? ასეთ დროს რთულია გადარჩე, რადგან პატიმარს არ ხვდება ერთი ან ორი ტყვია. ამ დროს ხომ სროლელთა რაზმი ასრულებს განაჩენს, თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულია. ეს ვენსელაო მაგუელია, რომელიც დახვრეტას გადაურჩა. 1915 წელს მაისში ის აჯანყებაში მონაწილეობდა. შედეგად მაგუელი დაიჭირეს და თანამოაზრეებთან ერთად დახვრეტა მიესაჯა. ვენსელაო კედელთან დააყენეს და მამაკაცთა ჯგუფმა მის მიმართულებით არაერთი ტყვია გაისროლა. ვენსელაოს 9 ტყვია მოხვდა და მიწაზე დაეცა. ბოლო ტყვია საკონტროლო იყო. ის მას თავში ესროლეს, რომელიც ლოყაში მოხვდა. როდესაც მოსაღამოვდა და ყველა წავიდა, ვენსელაო ფეხზე წამოდგა და სოფლისკენ გაიქცა. ეს დაუჯერებელია, მაგრამ 9 ტყვიიდან არც ერთმა არ დაუზიანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო. თუმცა შედეგად ის დასახიჩრდა. თქვენც ხედავთ მის მდგომარეობას. მას ყბის ძვალი მთლიანად დაემტვრა. სახის ძვლები პრაქტიკულად აღარ ჰქონდა სრული. სხეულში არაერთმა ტყვიამ გაუარა, თუმცა ის მაინც გადარჩა. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ის აღარ დაუჭერიათ. მამაკაცმა ცხოვრება განაგრძო და სიბერით 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ესეც კიდევ ერთი უნიკალური შემთხვევაა, როცა ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ გადარჩა. ბოლოს მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთ მამაკაცზე, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ეს არ არის. ამ ისტორიაში მთავარი აზრი ის არის, რომ ეს ადამიანი ითვლება ისტორიის მანძილზე ყველაზე საშიშ სნაიპერად, რომელმაც ზამთრის ომის დროს, რომელიც საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის მიმდინარეობდა, 505 დადასტურებული მკვლელობა მოახდინა. ეს ადამიანი სიმო ჰეიჰაა. ჰეიჰა დაიბადა სოფელ რაუტიარვიში, რომელიც დღევანდელ რუსეთ-ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე იგი მონადირე და ფერმერი იყო. გადმოცემის თანახმად მის სახლის სავსე იყო სროლით შეჯიბრებებში მოგებული პრიზებით. ზამთრის ომის დროს, რომელიც 1939-40 წლებში მიმდინარეობდა, ჰეიჰა ფინეთის არმიის რიგებში იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. ომის განმავლობაში მან დადასტურებული 505 საბჭოთა მებრძოლი მოკლა სნაიპერული შაშხანით. დაუდასტურებელ მკვლელობებთან ერთად ეს ციფრი 542-მდე იზრდება. სნაიპერული შაშხანის გარდა იგი ტყვიან ფრქვევს იყენებდა, რომლითაც 200-ზე მეტი მოწინააღმდეგე გაანეიტრალა. ჰეიჰა სიმაღლით 1 მეტრი და 60 სანტიმეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა შაშხანის ფინურ ვარიანტს M28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის ნაცვლად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა. ბრძოლის დროს ჰეიჰა პირში თოვლს იდებდა, რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა -40 გრადუსამდე აღწევდა. ჰეიჰა მუდმივად თეთრ ფორმაში იყო გამოწყობილი, რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მისი წარმატებები ფინელებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს. ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას თეთრის სიკვდილი შეარქვეს. საბჭოელები მის მოსაშორებლად რესურსებს არ ზოგავდნენ და არტილერიის ცეცხლსა და სნაიპერებს იყენებდნენ. 1940 წლის 6 მარტს ბრძოლის დროს ჰეიჰა ყბაში დაიჭრა. ტყვია მოხვედრისას დაიშალა და ლოყიდან გამოვიდა. სიმო ჰეიჰამ გონება დაკარგა. თანამებრძოლების თქმით, მას სახის ნახევარი აღარ ჰქონდა. გონება ფინელ სნაიპერს 13 მარტს ზავის გაფორმების დღეს დაუბრუნდა. სიმო ჰეიჰას რამდენიმე წელი დასჭირდა მიღებული ჭრილობებისგან გამოსაჯამრთელებლად. ტყვიამ მისი ყბის ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ჭრილობის მიუხედავად იგი სრულად გამოკეთდა და ომის შემდეგ წარმატებული მონადირე და ძაღლების გამომზრდელი გახდა. იმ დროს ის ხშირად ნადირობდა ფინეთის პრეზიდენტთან ერთად, რადგან ისინი კარგი მეგობრებიც კი გახდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთის საზღვართან მდებარე პატარა სოფელში გაატარა, სადაც 2002 წელს გარდაიცვალა. თლიანობაში კი ჩვენი ვიდეო ასე მიიწურა, გმადლობთ რომ ბოლომდე უყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და არასდროს გამოტოვოთ სიახლე ჩვენთან. დროებით.